მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა. მე შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნუგზარ მაჭავარიანი. დიდ მადლობას გიხდით ბატონ ნუგზარ მოგზანებისთვის. მაყურებელი გიცნობთ კარგად უკვე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ ძირითადად რაც ხდება ქვეყანაში და თქვენგან აუცილებლად მინდა რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობა აღინიშნა და აი ამის ირგვლივ მინდა ვისაუბროთ ძირითადად. პირველ რიგში ბატონ ნუგზარ ასეთ კითხვას დაგისვავთ. კითხვაც არ უფრო შეფასება რაც მოხდა 3 დღის წინ გორში. ჩვენ ცხადად თავისუფლად შემიძლია ალბათ შეფასება გავაკეთო რომ ეს არის ჯგუფური ძალადობა იყო ორ მოქალაქეზე სამართალდამცავების მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით ქალბატონო შორენა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ძალიან ესეთი მტკივნეული თემით ვიწყებთ საუბარს. რამე თუ ეს არ არის არც მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, არც მხოლოდ პოლიციის პრობლემა, არც მხოლოდ იმ ოჯახის პრობლემა, რომელსაც ასე სასტიკად გაუსწორდნენ, არც იმ ახალგაზრდის პრობლემა, ვინც სემეს ხო და არამედ მთლიანად მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ისე რომ აი შეფასებები წავიკითხე მე ზოგიერთი და გამოხმაურება, როცა ოჯახიც მხოლოდ თავის თავზე იღებს უფლებას გადაწყვეტილების მიღებისა, რომ აი ამ თქვათ ესე ამ დონეზე უნდა იქნას განხილული, ის არ უნდა ჩაერევოს, ეს ჩაერევოს. არა, უკვე აღარც მაგათ არ აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ეს ზოგადად ერს ეხება, ზოგადად საზოგადოებას ეხება ჩვენსაც და თუ ამ გზით ვიარეთ და თუ ეს დარჩა ესე შეუფასებელ და უშჯელი, მაშინ ჩვენ მივდივართ ესეთი ლათინურ ამერიკული დიქტატორული რეჟიმების გზით. აი ახლა უცებ მახსენდება ესეთი მწერალი ყავთ ლათინურ ამერიკაში ასტურიასი, რომელმაც ძალიან ნათლად ასახა თავის რომანებში დიქტატორული რეჟიმები და აი ეს ტონტონ მაკუტები, რომლებიც დათარეშობდნენ, აი ჩვენთან რო ახლა ტიტუშკებს ეძახიან და მაგრამ იქ უფრო ცოტა სხვა ეტაპზე იყო ეს ყველაფერი და აი რა შედეგი მოაქვს ამას. რაც ყველაზე მთავარი და მტკივნეულია პირადად ჩემთვის და მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის მთლიანად ის რომ საზოგადოება გაიყო ერი დაიშალა ორ ძირითად ნაწილად და კიდევ მრავალ შემადგენლად და დაპირისპირდა ერთმანეთში. სიძულვილის ენა ურთიერთა ესეთი აუტანლობა დამკვიდრდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თუ ასე გაგრძელდება, სახელმწიფოც დაიშლება და ერიც აღარ იარსებებს. აქეთკენ მიდის ყველაფერი და აი ამას უნდა მიეხედოს. მე პირადად რა გამოცდილებაც მაქვს, მაგალითად, როცა ვსწავლობდი ინსტიტუტში მართვის საკითხებს, ხო, მართვის თეორიას და ასევე დაახლოებით 20 წელიწადი ხელმძღვანელობდი სხვადასხვა კოლექტივებს, საწარმოებს. ხელმძღვანელის უპირველესი ამოცანა და მოვალეობა არის ის, რომ კოლექტივში შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისადმი ერთად სწრაფვა მიზნის აღსრულება, შესრულებისათვის. აი ეს არის ხელმძღვანელის მოვალეობა. სხვანაირად ის კოლექტივი, ესე იგი თუ ამ შემთხვევაში ავიღებთ მთლიანად ერსა და ჩვენ საზოგადოებას, სხვანაირად შედეგს ვერ მიიღებს თუ
ხელმძღვანელისგან არ მოდის თუ ხელმძღვანელი არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, ესე იგი თუ ხელმძღვანელი არ ცდილობს რომ ერი შეაკავშიროს, ერში დაამყაროს ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. სხვანაირად არ გამოვა არაფერი, დაიშლება ქვეყანაც, საზოგადოებაც და მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს. ბატონო ნუგზარ, საუბრის დასაწყისში, გადაცემის დასაწყისში აღნიშნე რომ ჩვენ ვისაუბრებდით, თქვათ და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ირგვლივ და ასე შემდეგ, ხო? ამდენი 13 წლეულის მერე რა ძირითადი გამოწვევების ისევ დგევართ თითქმის იგივე საფრთხეების წინაშე თუ არა, რა გამოწვევებიც ჰქონდათ ამ წლების განმავლობაში მანამდე, თქვათ, აი 13 წლეულის შემდეგ რა ქვეყანა მივიღეთ ის, რისთვისაც იბრძოდნენ, თქვათ, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობის მაშინდელი წარმომადგენლები. ესეც ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენი რეალობისათვის და მე გავბედავდი და ჩემი თაობის სახელით და იმ ადამიანების სახელით, ვინც ეროვნულ მოძრაობაში მოღვაწეობდა, მონაწილეობდა, იბრძოდა, ბოდიში მოუხადო ახალგაზრდა თაობას, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ დაწყებული საქმე. ჩვენ ახლა იდეალისტები ვიყავით მაშინ და გვეგონა რომ ეს ფორმალური გამოცხადება დამოუკიდებლობისა და აღიარება ჩვენი სახელმწიფოებრიობისა გაეროს მიერ, სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იყო ყველაფერი და ამით გამარჯვება იქნა მიღწეული. თურმე ესე არ ყოფილა სახელმწიფოს მშენებლობას და ადამიანების აზროვნების გარდაქმნას, რაც თავარია, მრავალი წელი ჭირდება და შრომა და ბრძოლა ჭირდება. თურმე და აი დღემდე მოვედით იმაში, რომ ეს რეალობა გვაჩვენებს, ბრძოლა არ დამთავრებულა, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა მეზობლად ყავს ის სახელმწიფო, რომელიც ყველანაირად დაინტერესებულია, რომ შენთან იყოს არეულობა, შენ საზოგადოებას არ ქონდეს ერთიანი პირი, რომ დაპირისპირება იყოს და რომ ურთიერთბრძოლა იყოს ადგილზე, რადგანაც მას აინტერესებს, რომ გავლენა იქონიოს შენზე და როგორც დაგიკრავს, ისე იცეკვო, ასე რო ვთქვათ. აი ეს არის მთავარი პრობლემა, უამრავი აგენტურა, გავლენის აგენტები და სხვა დღეს ჰიბრიდული ომიო რომ მოდაში შემოვიდა ხომ, ეს ყველაფერი ასე ხდება, სხვათა შორის ეს ხდება პრესის მეშვეობითაც, ზოგადად მედიის მეშვეობით, ეს ხდება უამრავი იმ ადამიანის მეშვეობით, რომელსაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხალინდელ ქათამს, ესეთი აქვს ფსიქოლოგია, ესეთი აქვს განწყობა და ადვილად იყიდებიან. და ამიტომ გვაქვს ჩვენ ესეთი სიტუაცია და ამიტომ არის ის, რომ ვერ დავდექით სწორი განვითარების გზაზე. ახლა დღეს რომ გარკვეული რაოდენობა თუ გარკვეული ფენა საზოგადოებისა ევროპას უპირისპირდება, ეს სწორედ ამის შედეგია და ახლა ივიწყებენ საერთოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ის მშენებლობა, რომელსაც ასე თუ ისე ვეწევით, ვინ უზრუნველყო ხომ, ვინ შექმნა ეს საფუძველი, ვინ თუნდაც იგივე ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი, ვის ხარდაჭერას ეყრდნობა, ვინ დააფინანსა ის რეზერვები ეროვნული ბანკისა, რომელმაც უზრუნველყო მერე ლარის
ბრუნვაში გამოშვება, ვინ დაეხმარა 80,000-მდე ეს ღვიძლის დაშლას რომ იწოს ავადმყოფობა რა ქვია მას მათ მკურნალობას ჰეპატიტი ხო ეს ექსილი და მრავალი შემდეგი მე ახლა ბოლო წლებში ძალიან ესე იგი ბევრი ურთიერთობა მომიწია სამედიცინო სფეროსთან სამედიცინო დაწესებულებებში ოპერაციები მკურნალობა და შემდეგ და ყველგან ვნახე ოფიციალური დოკუმენტაცია რომ ყველა ამ საავადმყოფოს ყველა სამედიცინო დაწესებულებას რომელიმე უცხოური ევროპული ან ამერიკული სხვადასხვა ქვეყნების დახმარება აქვს გაწეული მათ შორის ინვენტარით, რემონტი, გადამზადება სპეციალისტების და შემდეგ რაც კი სჭირდება. ხო და ეს ყველაფერი ვინ უზრუნველყოფ ან თუნდაც გზები რო აშენდა და ახლა რო გვიხარია სწრაფად ჩავდივარ თბილისში და უსაფრთხოდ შედარებით რასაკვირველი ეს ვისი დაფინანსება გორში რომ ახალბაგი გაკეთდა და ქუჩები რომ მოეწყო და შემდეგ ეს საინტერესოა ვისი ფინანსებია მსოფლიო ბანკისა ხო არა ევროპის ქვეყნებისა ხომ არა აი ამ ყველაფერს დაკვირვება ჭირდება, მაგრამ ადამიანს ურჩევნია ჯიბეში ჩაიდოს ის კვერცხი და ხვალ რო ქათამი მოვა და იქ კვერცხს დაუდებს, მაგაზე აღარ ფიქრობს. მოკლედ, აი ესეთი სიტუაციაა და მე კიდევ ერთხელ ბოდის ვიხდი ჩემი სახელით და ჩვენ თანამებრძოლების სახელით, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და თუნდაც ის რომ ასეთი დიდი უბედურება მოხდა საქართველოში რისი გამოხმაურებაც არის ის რაც ახლა ხდება აი სამხედრო კრიმინალური პუჩი რომ მოხდა ხო წარმოიდგინეთ ახლა გაბედეს ადამიანებმა და გამოიტანეს ცეცხლსასროლი ზარბაზნები გაუბიცები და შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე და დაუშინეს სამთავრობო შენობებს ეს ხომ აი დღეს მაგალითად წარმოუდგენელია, თუმცა ვიღაცის ავადმყოფ ტვინში შეიძლება კიდევაც ამუშავდეს ის მექანიზმი, რომ თუ კი სიგუას და კიტოვანს პასუხი არ მოსთხოვეს, მე რატომ უნდა მომთხოვო, მეც გავიტანა, გაუბიცასო ხომ რუსთაველზე და ვესვრი მთავრობას. ეს ხო წარმოუდგენელი და დიდი დანაშაულია და დანაშაულისათვის ხალხი უნდა ისჯებოდეს. როცა უყურებენ თანამედროვე თაუარო არ დაისაჯა არავინ შეიძლება კიდე გეუბნებით ესეთ ავადმყოფურ ტვინს მოუვიდეს ასეთი აზრით თავში ეს ყველაფერი სახიფათო ამიტომ ვერ შენდება სახელმწიფო მე დანაშაული უნდა იყოს დასჯადი სხვანაირად ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია აბა სხვა რისთვის იქნება ეს სახელმწიფო ახალგაზრდების როლის როგორ ხედავთ აი ასე ვთქვა საზოგადოების ზოგადად რამ არც აქ მნიშვნელობა რა უნდა შეიცვალოს ამ ხრივ ძირითადად ახალგაზრდების როლი არის მთავარი განსაზღვრელი და გადამწყვეტი როლია ახალგაზრდობის არამედ რომ მომავალი მათია და მათ უნდა იფიქრონ იზრუნონ და იშრომონ და იბრძოლონ სწორედ თავისი მომავლისათვის ეს არის მთავარი და ნუ ახალგაზრდობას საერთოდ რადიკალიზმი ახასიათებს, მაგრამ გარკვეულ მომენტებში რადიკალიზმის საჭიროა ხოლმე. დანარჩენი რა ვიცი ხა რაც შეეხება ახალგაზრდებს და ზოგადად საზოგადოებას და მათ შორის ახალგაზრდობას იმდენად არა, მაგრამ აი უკვე ასაკოვან საზოგადოებას რა სჭირდება? სჭირდება აზროვნების შეცვლა, ესე იგი მეტი ინფორმირებულობა და ეს არის თქვენი მოვალეობა სწორედ მედიისა, მეტი სიმართლის გაგება, არ უარყოფა სიახლეების მიღებისა, ესე იგი აქ როგორც ცხოვრობს იცით ჩვენი საზოგადოება, მე როგორც ვაკვირდები, აი ბავშვობაში რომ მასწავლებელმა უთხრა რომ ეს არის ღმერთი, ეს არის კარგი, ეს არის ცუდი.
აი ეს რო დაიჯერა იმის მერე აღარ უნდა არაფრის მოსმენა, არაფრის გაგება, ფაქტებს რო უდებ წინ, ხო? მაინც არ ღებულობს, უბრალოდ არც კი ცდილობს რომ გაეცნოს და ან იაზროვნოს. ეს აზროვნება ეზარება მოსახლეობას. აი სანამ აზროვნება ეზარება და სანამ ახალი ესე იგი სიახლეები მიუღებელია მისთვის, მანამ აი ესე ადგილზე ვიქნებით და სწორად აღნიშნეთ მედიის როლი, რომ მეტად ინფორმირებული იყოს საზოგადოება და ესაუბროს სიმართლე, ის რაც თქვენი საუბრეთ, ამაზე აუცილებელია ვიღაც საუბრობს, მაგრამ ვინც საუბრობს, ხელისუფლება აჩერებს. გულისხმობ ობიექტურ მედიებს, კრიტიკულ მედიებს, ჩვენი რეგიონის მაგალითზეც დაიხურა მედია ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი აღარ არის ამ რეპრესიული კანონების შემდეგ თრიალეთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დაყადაღებული ანგარიშები, სხვადასხვა წნეხით ცდილობს ჩვენს გაჩუმებას. თქვენ თვალწინ დაიწერა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია და თრიალეთიც ამას წერდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელაა ჩვენი ტელევიზიაც, ხო? ასეთი მედია ამ მდგომარეობაში თქვენ თუ გახსოვთ და რას ფიქრობთ, რატომ ჭირდება ყველაზე მეტად ახლა რომ დაახშოს თავისუფალი ხმა ხელისუფლებას? ახლა ვის აწუხებს და ვის აღელვებს, ვის არ მოსწონს სიმართლის გამჟღავნება. რასაკვირველია მას ვინც დანაშაულს ჩადის, ხომ ასეა რა? და ზოგადად როცა გვეუბნებიან პოლიტიკოსები, თუნდაც დღეს მართვის სადავეები რომ უჭირავთ პოლიტიკოსებს ხელში, ხო? ისინი პოლიტიკოსები არ არიან. პოლიტიკოსები რო იყვნენ, ასე არ მოიქცეოდნენ, როგორც იქცევიან. იბრალებენ პოლიტიკოსობას, მაგრამ არ არიან პოლიტიკოსები. აი ხა პოლიტიკოსები რო იყვნენ, თქვენ რა კითხვაც დამისვით, ხო? უნდა გადახედონ სხვა ქვეყნების ისტორიას, რომელმაც ასეული და საუკუნეების მანძილზე, წლების მანძილზე აშენეს დემოკრატია და აგრძელებენ მშენებლობას. რამე თუ დემოკრატიის მშენებლობა ეს უსასრულო პროცესი, ეს არ არის, რომ გუშინ გავაკეთე და დღეს უკვე დემოკრატიაში ვცხოვრობ. არა, ეს მუდმივი ბრძოლაა და მუდმივად დემოკრატიის პრინციპების როგორ გითხრათ, მხარდაჭერა და სხვანაირად არ გამო. აი ეხლა მაგალითი უცებ გამახსენდა ასეთი, როცა მედიას ეხება ან ოპოზიციას ზოგადად ან კრიტიკულ სიტყვას ეხება, ხო? ინგლისი დემოკრატიას აშენებს სადღაც უკვე ალბათ 400 წელიწადი დაახლოებით და აი 300-400 წლის წინათ უკვე მაშინ თქვეს ინგლისის მოაზროვნე მამებმა, რომ აი ესეთი ლოზუნგი იყო, რომ მთავრობას ოპოზიცია რო არ ყავდეს, რო არც ყავდეს ოპოზიციაო, ხელოვნურად უნდა შექმნას რამე თუ კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, რომ ყავდეს ვიღაცა, ვინც გაკრიტიკებს. ისე პროგრესს ვერ მიაღწია. ისინი მაშინ მიხვდნენ და კიდევაც ააშენეს, რაც ააშენეს დღემდე. და ჩვენ ხო უნდა მიხვდეთ მაგაზე, რომ თუ არ ყავს კრიტიკოსი, ესე იგი შენ ყველანაირად კმაყოფილი ხარ და ადამიანურ ისეთ გძალავს ის ინსტინქტები, რომელიც ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს, მომხვეჭელობისა, თავის განდიდებისა და ასე შემდეგ. ხო და აი მიდიხარ მე მაგზი და ეგ გზა არის მოლიპული და ერთ დროსაც ხევში გადაიჭეხები, მაგრამ შენ რომ გადაიჭეხები, ეგ კიდევ არაფერი. შენ ხომ მართველი ხარ ხალხისა და ხალხსაც გადაჭეხავ, აი ეგ არის უბედურება. ეხლა სწორედ ეხლა და ამ პოლიციის საქმემ, ასე ვთქვათ, ასე დავარქმევდი, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას მედიის როლი, რატომ არის მნიშვნელოვანი არსებობდეს დამოუკიდებელი მედია. ჟურნალისტებმა გადაიღეს ეს ფაქტი და გააჟღეს. მაგ თემას კიდე კი ბატონო, კიდე შევეხოთ და აი ახლა
ჩვენი ჟურნალისტები ლადო და გიორგი რომ შემთხვევით არ მოხვედრილი იყვნენ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაში იყვნენ, როგორც იძახიათ, სახლიდან გადაიღეს ხო ეს კანდიდატურა. ხო, აი ნუ შემთხვევით. ეს ხო უცნობი გახდებოდა. ამას ხო არავინ არ გამოიტანდა. იმ ახალგაზრდას დაიჭერდნენ, მიუჟიდნენ, მშობლებს მამი და ვინც არის რაღაცას თავზე ხელს გადაუსმევდნენ და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი. აი ჟურნალისტებმა ეს გადაიღეს და გამოაქვეყნეს ეს ფაქტი. და მე ეს უკვე იმის რწმენას ესე იგი საფუძვლიან ეჭვს გვიჩვენს იმისა, რომ ასეთები ხდება ბევრი. მაგრამ უბრალოდ ახლა იმ მომენტში იქ არ აღმოჩნდება ჟურნალისტი დაუშვათ. თანაც პატიოსანი ჟურნალისტი ისე, რომელიც არა იმიტომ გადაიღებს, რომ რაღაც თავისი ხელი მოითმოს, არამედ გადაიღებს იმისათვის, რომ საზოგადოებას აცნობს ეს ფაქტი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ხო და ეს დრამები ხდება. ესე უკვე მიეჩვია და მე ყველაზე მეტად მაშფოთებს და მაღელბებს ის, რომ როგორც ეთყობა ჩვენი პოლიციის შემადგენლობა უკვე მიეჩვია ძალადობას. მეგეთ და თითქოს ის გაუჩნდათ, აი შინაგანი მოთხოვნილება გაუჩნდათ ამის. ახლა იქ რო სცემდნენ, ჯგუფი სცემდა და რო ეტყვია ხელის მოსაკიდე ადგილი აღარ იყო, ხო? მიდის კიდე პოლიციელი კადრებში ხო ჩანს ეს ყველა, მიდის კიდე პოლიციელი და თითქოს აი თავისივე კოლეგას გვერდზე გასწევს, რომ მოდი მეც დამარტყმეინეო რა. აი მიუშარო დაარტყას. ესე იგი მოთხოვნილებაა გაჩენილი. და ამით სიამოვნებას ღებულობ. ეს არის უბედურობა. კანონ დამცველს რომ კანონ დარღვევის მოთხოვინება უჩნდება, გამიგეთ? აი ეს უკვე ძალიან ცუდ ბაზაში ვართ გადასულები. ბატონო, გადაცემის ბოლოსკენ აუცილებლად მინდა გკითხოთ, ბატონო გზა, რამდენადაც მე მახსოვს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, თქვენ უკრაინაში იმყოფებოდით. კი, ვიყავი სამკვირა. წერტილებზე. აი ამ გადასახედიდან თქვენი შეფასება, ვიცით რომ ეხლა ფაქტიურად ნაწილობრივ ომი ასეთ შეიძლება იყოს გადატანილია რუსეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფოა ყოველ შემთხვევაში ისე უკრაინას ამ წლების განმავლობაში და არნახულის ძლიერია ჩვენ ამ ქვეყანა. თქვენი შეფასება ახლა აი ამაზე კონტაქტები გაქვთ, ახლობლები არიან იქ თქვენ? კი, და ყოველდღე ვღებულობ ინფორმაციას იქიდან, ზაპოროჟიიდან, კიევიდან, ლვოვიდან ვღებულობ ამ ინფორმაციებს და რაც თავარია ვიცი ხალხის განწყობა. დიახ, ეს საინტერესოა. მე კიდევაც მიკვირს ხოლმე ხშირად, როცა ვესაუბრები, ისეთნაირად გამოდის, რომ თითქოს შეეგუენ უკვე გამიგეთოთ და ეს არაფერი არ არის. აი ახლობელს ველაპარაკები ზაპოროჟიაში, რომ რაშევით სამსახურში დადიხართ, მუშაობთ, ვეკითხებით. კიო, როგორ არა მუშაობთო და აი ხა სამსახურამდე, ქარხნამდე თუ დაწესებულებამდე ხომ მისვლა საჭირო ავტობუსი, ტროლეიბუსი, რაღაც ნუ ტრანსპორტით უნდა ვიხვიდე, ხო? და აი მეთქი მიპასუხე კითხვა დავუსვი, რომ აი მიდიხართ ტრანსპორტით, არა აქვს მნიშვნელობა ავტობუსია თუ კერძო მანქანა თუ რაც არის და ამ დროს გამოცხადდა განგაში. რა შვებით ამ შემთხვევაში? არაფერი გავაჩერებთ მანქანას ვან გაჩერდება ავტობუსი, ჩამოვალთო და თუ ახლოს არის თავშესაფარი, იქ შევაფარებთ თავსო, თუ არაო და ქუჩებში არის გაკეთებული ესეთი რა დავარქვა, გუმბათები. დიახ. რკინაბეტონის გუმბათებია დადგმული. და იქ უნდა შეხვიდე რა, რომ აი ნამსხვრევებისგან რაღაცა თავი დაიცვა. ის ბომბებს არ გაუძლებს, რასაკვირველი. და თანაც ისე მშვიდად ხსნიან ამ ყველაფერს. არაფერი, ესე ხდება. მიჩოვლები არიან და თუნდაც იქ რო ვიყავი და დაიწყო ომი, ჩვენ საცა ვაფარებდით თავს განგაშის დროს რამე, იქ მეზობლები იყვნენ ყველა იყო ისეთი მშვიდი, ორგანიზებული. აი ეს ტერიტორიალური თავდაცვა რომ მაშინვე 2-3 დღეში შეადგინეს. როგორ მოხდა იცით ეს? მე უყურებდი ამ ყველაფერს. ეს იყო ინიციატივა კერძო პირების.
აი უბანში თუ სახში ამ корпуსში ვიღაც არის ლიდერივით, ნუ აი რა ენდობიან ამ კაცს რა, ან გამოიყურება რაღაც ისე სოლიდურად არ რაღაცა და всё, იმან დაუძახა, შეიკრიფნენ და შექმნეს დაიწყეს მორიგეობა გზაჯვარედინებზე, დაიწყეს მისი ორგანიზება პუნქტებისა თავდაცვის, მოკლედ ტომბრები ქვიშებით დაალაგეს, საკონტროლო პუნქტები შექმნეს, მორიგეობენ, მერე სხვას მოაფიქრდა, კაცო ამათ ხო ჭამა უნდაო. წავიდა, შექმნა რაღაც ჯგუფი, დაიწყო ფულის შეგროვება, რომ ხო პროდუქტს ყიდვა უნდა. ხო და თან დამზადება უნდა. წავიდა მერე იმაში საბავშვო ბაღი იყო იქვე გვერდზე და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას ელაპარაკეთ, სამზარეულო ხო გაქვთო თქვენო, კი გვაქვსო. საღამო საათებში ხო არ გჭირდებათო, არ მუშაობს რა სამზარეულო. არა, აი ჩვენ შეგვიშვით რომ გამამზადოთ სადილები და მიუტანოთ იმ პოსტზე რომ იმ მორიგეებმა იყვებანო. კი ბატონო, აი ესე შეთანხმდე. იქ არც ქალაქის ხელმძღვანელობა ჩარეულა, არავინ, ნუ არავის ორგანიზება. ეს თვითონ აკეთებდა ყველაფერს. აი ესეთი რამე მინახია მე გზაში რომ გამოვდიოდით 32 საათი ვიარეთ იქიდან ზაპოროჟიიდან ლვოვამდე რომ მე საზღვარზე გადმოსულიყავით. აი გზაში ისეთი რამე ვნახე, ეს ტექნიკა აფეთქებული და ხოცილი ხალხი, ეს ხელებით, ცალკე ფეხებით, ესეთი უბედურებები ხომ, ეგ კიდევ ეს ომია, გასაგებია. გამიკვირდა რა, რომ ხედავ სადღაც მინდორში ტყესთან ახლოს ხუტორია, ნუ ხუტორებს ეძახიან იქ ერთი ოჯახის საცხოვრებას. ცალ-ცალკე ეგრეთებიც არის. ცალ-ცალკე სახლია, თავისი დამხმარე ნაგებობებით რაღაცა, ნუ აი არის რა ხუტორი. ხო და ამ ხუტორს შესასვლელში ეს ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი. ესე იგი ტომბრები ქვიშით, სათოფურები, რაღაცა ეს ყველაფერი გამზადებულია. უყურე და იქაურებს ვეკითხე, ეს რაც უნდა მეთქე ახლა. ესე იგი როგორ დაიცავს ეს? ხო, აი ვისგან და დაიცავს თავი? იმისგან რომ აი ხო დივერსანტები იყვნენ, დივერსიული ჯგუფები იყო, ბევრი ჩამოსხმული უკვე ომის დაწყების წინაც და იმის ომის დროსაც. ხო და ისინი დივერსანტები არის ჯგუფები, 5 კაცი, 6 კაცი, 10 კაცი დაახლოებით ეგრე ჯგუფი. აი მათ წინააღმდეგ თავს დაიცავს. ხო, ნუ აი ესეთი მომზადებული ხალხი, ესეთ შეუდრეკელი, ძალიან მებრძოლი ხალხია რა. ბავშვები ჩემი თვალით დამინახია კოლონას, რომ აი რუსების კოლონა იდგა, დამხედრო ტექნიკა, დამხმარე ტექნიკა, იქ სატვირთო მანქანები რაღაცები და პატარა ბავშვი, ალბათ მეორე მესამე კლასის მოწაფე, ერთ მარტო არ იყო, რამდენიმე იყვნენ, დადიან იქ რაღაც და ბენზობაკი აუხსნა ტექნიკას, ახადა და ჩაუყარა ეს ქვიშა თორმე. ვისაც როგორ შეეძლო ისე ბრძოლობდა. ხო, ესე გამოიყვანა წყობრიდან ის მანქანა, ხა საათები და სანამ ის არ შეიცვლებოდა ყველა ეს კომუნიკაცია რაც. მოკლედ, აი ესე აკეთებდნენ, ასე იბრძოდნენ და დაუმარცხებელ, ხა რაც შეეხება დღევანდელ შედეგს, რუსეთმა ამხელა არმიის მქონე და შეერაღების მქონე ქვეყანამ პირველივე თვეში რომ ვერ გაიმარჯვა და კიევი ვერ აიღო მიუხედავად თავისი ველურობისა და სასტიკი მოქმედებისა, უკრაინა უკვე გამარჯვებულად ითვლება იმის მერე და დღევანდელ დღეს როცა მეხუთე წელი მიდის და სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ რუსის ჯარმა და ეხლა უკან იხევენ სხვათა შორის. ეხლა უკან გამოდიან უკვე და უკვე სადღაც 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი რუსებმა ესა უკრაინამ გაანთავისუფლა, შეძლო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მარტო ბაქაბუკი ყოფილა რუსეთის არმიაც და ტექნიკა. დრონებია რუსეთის. ო, დრონებია. ცაზე ამ ეს ვიგულისხმები ომის გადატანაზე, იმიტომ რომ ფაქტია რომ ფერ ხდება იქ. ძალიან ესე დიდი ტექნიკური პოტენციალი აქვს, როგორ გითხრა, საინჟინრო პოტენციალი აქვს უკრაინას.
აი იუჟმაში რომ არის ქარხანა კი არა, მთელი ის არის დიდი კომპლექსი რა. მე ნაყოფი ვარ, იმათ მუზეუმშიც ვარ ნაყოფი. ეს იყო ევროპაში ყველაზე დიდი საწარმო რაკეტების წარმოებელი საწარმო. იმათ ისეთი პოტენციალი აქვს ინჟინერული, რომ აი შექმნეს კიდევაც და ეხლა დახავთ ამ დღეებში რა მოუვა რუსებს. გამარჯვება სულსურვებ უკრაინას. რასაკვირველია, დაჩაგრულს ყოველთვის უნდა მივეხმაროთ ეგ არის. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, საინტერესო საუბარი. გაიხარეთ, მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის და საქართველოს გაიმარჯვებს. დიახ, არ დაუვაგეთ. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავამშვიდობები.